სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის პრაქტიკული და სამეცნიერო თანამშრომლობისათვის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი სტუდენტებისათვის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე არსებულ მეურნეობასა და ლაბორატორიაში პრაქტიკის გავლას ითვალისწინებს. სამეცნიერო ცენტრის ძირითად მიზანს აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს. ასევე ცენტრი მცენარეებისა და ცხოველების ახალი ჯიშების გამოყვანისა და ენდემიური სახეობების შენარჩუნებაზე მუშაობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მსგავსი მემორანდუმების გაფორმებას მომავალში სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც გეგმავს. სამეცნიერო კვლევით ცენტრს გააჩნია ახალქალაქის მეთესლეობის ბაზა, რომელიც აწარმოებს როგორც კარტოფილის, ასევე თავთავიანი კულტურების ელიტურ მასალას. სოფელ ვალეში სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც წერს დათესილი არის 57 ჯიშზე მეტი ხორბლის კულტურისა, ასევე საგაზაფხულო კულტურები არის იქ განთავსებული და ეს სამუშაოები მომავალში განთავსდება. ასევე გვაქვს სადემონსტრაციო ნაკვეთი სოფელ კლდეში. ჩვენს ყოფას, ჩვენს დღევანდელობას, ჩვენს თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს რომ ეხება, ისეთ საკითხებზე შეიძლება სამომავლოდ იმუშაოს ჩვენმა უნივერსიტეტმა. სამომავლოდ ამ ჩვენი ურთიერთობების დროს მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეცნიერები თავის სიტყვას იტყვიან.